საჭიროც არის და თავი ვალდებულადაც ჩავთვალე რაღაც თვალედური ანგარიშის მსგავსი წარმომედგინა თქვენთვის. ძალიან მიხარია რომ აქტიურობთ, თქვენი ბავშვებიც აქტიურობენ. მინდა გითხრათ რომ აი ამ 2 დღის განმავლობაში ყველას ნამუშევარს გადავხედე და ზოგიერთი იმდენად არ ვიცი ორიგინალურად გადაწყვეტილი დავალება ისე კარგად შესრულებული დავალებაა რომ აღფრთოვნება ვერ დავმალე პირადად მე. ეს ნამუშევარი კიდეც გავაზიარე სოციალურ ქსელში. მეორე რომ მეფიქრა მეც კი ვერ გადავწყვეტდი აი ესე დავალების შესრულებას როგორც ერთ-ერთი ნამუშევარი იყო. მინდა ვაღიარო გულწრფელად. რაც შეეხება ახლა ჩვენს ანგარიშს, ძალიან ბევრი მასწავლებელი მთხოვდა რომ მეთქვა აი ამ სამი პროექტის უკავშირი მოვიდა თუ არა ჩემთან და ახლა წარმოგიდგენთ აი ამ სამი პროექტის უკავშირის შეფასების უკავშირს და გეტყვით ვისი დავალებები მოვიდა აგერ ხედავთ მანანე ბეგიაშვილი, ჟუჟინა რუსიაშვილი, ლაურა ჯიმშილეშვილი, იმა კრაველიძე, მარიამ ხადაგიძე, ეკა მერებაშვილი, ხათუნა ჯანელიძე, ნუნუ მერაბიშვილი, ნინო გაბუნია, ქეთევან შანიძე, ინგა სამუშია, ლია გიორგაძე, ნათია კურტანიძე, თამარ ხახუტაშვილი, ნინო კვიმსაძე, მაია გელაშვილი, მაია ლუკავა, მზია სირაძე, ცირა ბუჯიაშვილი, ინგა ხუთშვილი, მარიამ კვირიკაძე, კუსიანი თამარი, ირმა ვერძეული, ფიქრია ჯანგავაძე, თამარ ჩალახეშაშვილი, გორგაძე რუსუდან, ნათია ნაყოფია, ლელა შარაშენძე, მზია პირველი, მარინე შაქარაშვილი, ნონა ნონიაშვილი, ირმა ყანიაშვილი, მარინე ხაბაძე, მაია გიგინეიშვილი, მაია გოგუაძე, თამარ ბიჭიანი, დალი კვარაცხელია, ანა მელაძე, ქეთევან ზაგნიძე, ლელა ჯღამია, ნანა ხაჩიძე, მარინა შაქარეიშვილი, თამარ ფაჯიშვილი, რუსუდან მოწყობილი, ნათია ხაჩიური, თეოდორა ლემონჯა, ჩემი, თამარ ფაჯიშვილი, მარეხ ბასილიძე, მაია ლუკავა, ინდა კინკაძე, თია ტალახაძე, ნანა დემეტრაძე, ნათია ნაყოფია, მგონი მეორედ გავიმეორე, ნინო ჯინჭარაძე, ეკატერინე შარაშიძე და მზია მიქავა. აი ამ მასწავლებლების შეფასება მოვიდა ჩემთან. რაც შეეხება აი ამ შეფასების სტატისტიკა ასეთია. საერთოდ 97 პედაგოგი იყო ჩართული აი ამ ასეთი პედაგოგი იყო, მაგრამ რამდენიმე თავისუფლად თქვა უარი ვერ ახერხებდნენ ინტერნეტის გამო მუშაობას და 97 სკოლაა ჩართული აი ამ პროექტში. აქედან 57-მა მასწავლებელმა შეასრულა ეს უკავშირის დავალება. ამ მოკლედ, როდესაც გადავხედე და მონაცემები დავაჯამე, სტატისტიკა ასეთია, რომ დავალებები საერთოდ არ აქვს შესრულებული აი ამ 97 სკოლიდან 23 სკოლას. საერთოდ არც ერთი დავალება არ არის და 11 მასწავლებელს ჰქონდა ნაწილობრივ წარმოდგენილი დავალება. ნაწილობრივ რას ქვია? ერთს ჰქონდა 2 დავალება შეუსრულებელი და დანარჩენებს ჰქონდათ თითო ეს მასალების წარდგენა ასატვირთ. ძალიან ბევრმა მომწერა, რომ დიდწლობის გამო, სიცივის გამო, ვირუსის გამო ბავშვები არ დადიოდნენ და ვერ ახერხებენ აი ამ მასალების დადებას, თუმცა ყველაფერი მზად აქვთ და რაღაც გადავადებასავით თხოვეს. აი ამ 11 მასწავლებელს მიუვიდოდა ელექტრონულ პოსტაზე ჩემი შეტყობინება, სადაც დამატებითი დროა მითითებული, რამდენიმე უნდა წარმოადგინონ საკუთარი დავალებები. აი სკოლებია, რომლებიც აი ამ შეფასების შემდეგ ნამდვილად გამოეთიშნენ პროექტს. ეს არის თბილისის 191 საჯარო სკოლა, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა, ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლა, საჩხერე კორბოულის მეორე საჯარო სკოლა, ციხისძირის საჯარო სკოლა, ფიზიკა-მათემატიკის 199 საჯარო სკოლა, 2 იყო პროექტში და 1 მასწავლებელი გამოეთიშა, მათხოჯის საჯარო სკოლა, საერო სკოლა ბინული, ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლა, ცხეთის ნომერ 1 საჯარო სკოლა, წმინდა შუშანიის მართლმადიდებლური სკოლა, 161 თბილისის საჯარო სკოლა, სურამის პირველი სკოლა 2 იყო და 2-ვე გამოეთიშა, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა,
156 საჯარო სკოლა, ფოთის მე-11 საჯარო სკოლა, მესტიის სკოლა გიმნაზია, ლაგოდეხის ხერეთის კარის საჯარო სკოლა, ბაჟებს-შავლეს სახელობის ნომერი მე-9 საჯარო სკოლა, წმინდა გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლა, დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა და ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახის საჯარო სკოლა. Აი ეს სკოლებია, რომლებიც დაკარგავენ წყვილს ვანოუცებ. ვიდრე შემდეგ საიტზე გადავიდოდე, არის შემდეგ დასასრულების შემდეგ თქვენი რჩევა მჭირდება როგორ მოვიქცევ. ანუ ამ სკოლებს რომ გამოვთიშავ, გადავნომრო სკოლები და ახალი ნომრები მოგანიჭოთ თუ დავტოვო ისევ თქვენი ნომრები, რომლებიც გაქვთ მონიჭებული და უბრალოდ ეს სკოლები აღარ იყოს, არ ვიცი და შემდეგ მოკლედ თქვენ რჩევებს მივიღებ. ინჟოგესია რომ დავტოვოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ არა გვერდება ნუმერაცია და ყველამ ვიცით ამ ბევრი რაც შესაბამისად მოკომუნიკებული. მისაღები ვარიანტია რომ ნომერი იყოს. კი ბატონო, ანუ 97 სკოლიდან 23 სკოლა გამოეთიშა ჩვენს პროექტს, მაგრამ კიდევ საკმაოდ ბევრი დავჭით და წინ კიდევ საინტერესო მუშაობა გველოდება. ახლა რაც შეეხება, აი ეს იყო მოკლედ ის, რაც მინდოდა რომ მე თქვა თქვენთვის და თქვენს გწოდნოდათ. ვიდრე დიმა გაგაცნობდეთ ახალი დავალებებისთვის საჭირო ინსტრუქციებს და მითითებებს, მოკლედ გეტყვით რა არის ეს ახალი დავალება და მასალების გამოქვეყნება Microsoft პორტალზე, რომელიც უნდა ატვირთოთ 11 თებერვლამდე. წინ საშობაო ვარდატაგებია, ალბათ ყველას თქვენი გეგმები გაქვთ, მერე შემდეგ სანამ ბავშვები დაბრუნდებიან, სანამ ისევ ჩვეულ რიტმში ჩადგებენ, ამიტომ ეს ვადა ამან განსაზღვრა 11 თებერვლამდე. რა იგულისხმება Microsoft პორტალზე ატვირთვაში? ყველაფერი რაც კი გაგიკეთებიათ, ეს პრეზენტაციები, ვიდეოები, დოკუმენტები და ნებისმიერი მასალა რაც გაქვთ, ყველაფერი უნდა ატვირთოთ ერთ სასწავლო რესურსად Microsoft საგანმანათლებლო პორტალს. ამასთანავე პარალელურად დოკუმენტირება უნდა მოახდინოთ OneNote-ში ყველა იმ მასალის, რასაც გზადაგზა გააკეთეთ. და 14 თებერვალს იქნება ონლაინ შეხვედრა კვლავ და მიიღებ ახალ დავალებებს. აი ეს იყო სულ რაც მინდოდა რომ მეთქვა. კითხვებს არ თუ რამე გექნებათ ბოლოში დასვამთ ალბათ, მანამდე დიმა ალბათ მაპატიებს და ბატონიშოთა რადგან ჩვენთან არის მინდა რომ ვისარგებლო აი ამ ბატონიშოთას აქ ყოფნით და მოგესალმება და ალბათ ერთ-ერთ სიტყვას გვიწერს. რუსავ ჩანვარ? არ ჩანვარ. არა. არა, აი კამერის ჩართვა სად ედე? აი ამ კომენტში. მოკლედ, მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა რუსა მოწვევისთვის. უკაცრავად წინა შეხვედრებზე ვერ შემოგიერთდით. და რა ვიცი, ძალიან მიხარია რომ ასე აქტიურობთ. უმეტესობა სკოლების ააგრძელებს, ძალიან ესე იგი რუსასგან ვიცი რომ ვართოვანებულია ძალიან ბევრი ნამუშევრით და რა ვიცი, წარმატებებს გისურვებთ. თუ რაღაცა იქნება საჭირო, შეგიძლიათ შეგიძლიათ რუსას საშუალებით პირდაპირაც, რა ვიცი, როგორც რაც დაგჭირდებათ, შემომეხმიანეთ. განრიგი საქმის კურსში ვარ და ბოლოს იმედია ყველა ერთად შევიკრიბებით და ერთმანეთს და რა ვიცი, შეიძლება თუ ძალიან ბევრი არ ვიქენით, სხვებსაც მოვიწვევთ და სხვებსაც გაუზიარებთ ჩვენს იმ ნამუშევარს, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გასწიეთ.
Ენი დიდი იმედი გვაქვს ბატონო. მადლობა. მადლობა პირიქით, დიდი მადლობა რუსა და დიმა. თქვენ ასეთი საოცარი, ესე იგი, ინიციატივისთვის და ამდენი შრომისთვის, რასაც დებთ ამ საქმეში. მადლობა შოთა გაიხარ. ახლა კი დიმას დაუთმოთ ეთერი და ვნახოთ დიმა ჩვეულ ამპლუაში. როგორ გადასარევად აგვეცნის ყველაფერს. ვეთდები. კარგი. ჩემს ეკრანს გავაზიარებ პირველ რიგში. მოგესალმებით პროფესორი პირველ კიდევ ერთხელ ყველას. ახლა გავაზიარებ ჩემს სამუშაო ეკრანს. ბატონო, გაზიარდა ყველასთან. შეგიძლიათ ჩატში მოკლედ მომწეროთ, რომ ვიცოდე რომ პრობლემა, ანუ ყველგან. პლუსები მომწერეთ მოკლედ ჩატში, რომ ვიცოდე რომ ესე იგი გაზიარებულია ჩემი მონიტორი. კი, გაზიარებულია. გაზიარებულია. ხო, კი ბატონო. მაშინ დავიწყო. ანუ დღევანდელი ჩემი ჩართვა ეძღვნება Microsoft-ის საგამოძიებო პორტალის გაცნობას და ამ პორტალზე რესურსის ატვირთვის ინსტრუქციას. როგორც თქვენ რესურსები გამზადებული გაქვთ და შესაბამისად, ანუ ეს Microsoft-ის პორტალი, ეს არის education.microsoft.com, ანუ ამ ინსტრუქციის ვიდეო გაიდი მე უკვე გამზადებული მაქვს და ამ ჩართვის შემდეგ რუსას ჯგუფში ამ გაიცაც გაგიზიარებთ, როგორც ასევე ამ ჩანაწერს. ანუ პრაქტიკულად ჩვენ ორი ესე ვთქვათ ვიდეო გაიდი გამოგვივა, როგორც ახლა, ასევე ის გაიდი, რომელიც უკვე შექმნილი მაქვს. ანუ education.microsoft.com ამ საიტზე ანუ შევდივართ ამ საიტზე. და თქვენ რადგანაც პირველად იმყოფებით ბუნებრივი ამ საიტზე, საჭირო გაიაროთ რეგისტრაცია, რისთვისაც აწყაბებთ join now relax. ძალიან მარტივი პროცედურაა რეგისტრაცია, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Microsoft აკაუნტები, ან სოციალური ქსელის, Facebook-ის, Skype-ის, ან Twitter-ის სოციალური ქსელი, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ. ვინც იყენებთ Office 365 აკაუნტს, პირდაპირ შეგიძლიათ ამ აკაუნტით გაიაროთ ავტორიზაცია, ან Microsoft-ის აკაუნტები გამოიყენოთ, რომლებიც თქვენ გაქვთ, როგორც OneNote-ის მომხმარებლებს. ჩვენ შემთხვევაში მე Office 365-ის აკაუნტს გამოვიყენებ ავტორიზაციისთვის. დაველოდები ახლა ეგზამით. ჩაიტვირთა, ანუ საგანმანათლებლო საიტი და ჩემი გვერდი, იმისათვის რომ მე, თქვენ მოკლედ ექსკურსიას ასე ვთქვათ, გავივილი ამ საიტზე, თუ ვინც არიყენებთ ამ რესურსს, აქ არის ძალიან კარგი რესურსებით ამოყრილი, მათ შორის ერთი და თქვათ შეგვიძლია აღვნიშნოთ Skype Classroom-ისთვის, ანუ Skype-ის გამოყენება საკლასო ოთახში, აქ არის ძალიან კარგი გაკვეთილები, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ გაკვეთილი, ატვირთოთ ეს გაკვეთილი და არეგისტრიროთ, მე ვიცი რომ რუსას აქტიურად იყენებს ამ რესურსს და თავის გაკვეთილებს დებს და შემდეგ მსოფლიოს სხვა რომელიმე ქვეყნის ნებისმიერი პედაგოგი დაინტერესდება თქვენი Skype გაკვეთილით, გაწევრიანდება თქვენთან ამ call-ზე და შემდეგ ანუ თქვენ ერთობლივ გაკვეთილს შეატარებთ ამ პედაგოგთან. არის ძალიან ბევრი კურსი და რესურსი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ, გაიაროთ კურსები, მოაგროვოთ ბეიჯები და თქვენი პროფესიული კვალიფიკაცია უფრო აიმაღლოთ და ასევე, ამ ეტაპზე რასაც ჩვენ ძირითადად აქცენტს გავაკეთებ, ეს არის თქვენი პირადი ბიბლიოთეკის შექმნა, ასე ვთქვათ, რესურსების პორტალზე. იმისათვის, რომ ატვირთოთ თქვენი პირადი გეგმები, დავაწყაპოთ თქვენს ანუ ავტორიზაციის შემდეგ თქვენ პროფილის გამოსახულებას, ან იგივე თქვენ სახელზე, რომელიც ახლა ზედა მარჯვენა კუთხეშია დაფიქსირებული და შემდეგ ამ ჩამონათვალში ვირჩევთ My Content Relax
რომელიც ანუ ჩემ კონტენტს წარმოადგენს. ჩემს მიერ ატვირთულ ყველა რესურს ამ პორტალზე. ბატონო, აი ხა ჩაიტვირთოს. აი როგორც ხედავთ, ახლა გაიხსნა ჩემი პირადი ანუ ბიბლიოთეკა, რესურსების ბიბლიოთეკა, ან ჩემი ატვირთული რესურსებით. ხოლო იმისათვის რომ ატვირთოთ ახალი რესურსი, მე დავაწყაბებ ზედა მარჯვენა მხარეს Crit Relax და შემდეგ ჩამოშლილ ჩამონათვალში შევარჩევ lessons. რადგან ჩვენ ვტვირთავთ გაკვეთილის გეგმას. მაშინ წინასწარ გაკვეთილის გეგმის ფაილსაც გავხსნი, ამასაც რომელსაც შემოწმელებს. კი ბატონო. სასწავლო რესურსის შექმნას სულ შედგება ასე ჯამში 3 ეტაპისგან. პირველი ეტაპი ეს არის ზოგადი ინფორმაცია ამ აქტივობის შესახებ, შემდეგი ეს რესურსების ატვირთვის ველი და მესამე ველი, სადაც ჩვენ მივუჯიდებთ მოსწავლეთა ასაკს, საგნებს და ასე შემდეგ. გავიაროთ ყველა ეს ეტაპი უფრო დაწვრილებით ეტაპობრივად. როდესაც ანუ შევარჩიე რესურსის ატვირთვა, პირველი ველი, რომელიც გამოჩნდა, როგორც ხედავთ, არის title ველი, სადაც ჩავწეროთ ჩვენი გაკვეთილის თემატიკა. ან რესურსის თემა. ბუნებრივია ის ველები, რომლებიც აქ წითელი ვარსკვლავით არის აღნიშნული, ამ ველების შევსება არის აუცილებელი, ამიტომ ახლა ბუნებრივია მე ჩავწერ ყველა ამ ველს. გამოვიყენებ ეს შექმნილ გეგმას და ამოვაკოპირებ ყველა ველს. სახელწოდება ჩავსვი. შემდეგი ანუ student will learn ამ შემთხვევაში მიზნები, შესაბამისად ჩავწერ მიზნებსაც მე გავდივარ. თუ თქვენ ამდენი მიზანი გაქვთ გაკვეთილზე, ამიტომ add learning objectives დავაწყაბებ და კიდევ დავაწყაბებ მიზნების ველს, რათა ჩავხმათო რამდენი მიზანი დამატებით. შემდეგ description ველში უნდა ჩავწეროთ მოკლე აღწერა ჩვენი აქტივობისა. შემდეგი ველი, ანუ introduction, რაც ამ შინაარს გულისხმობს, აქ შეგვიძლია დავამატოთ სრულისამებრ, მაგალითად, გაკვეთილის მთლიანი მსვლელობა, ან თუნდაც დავტოვოთ ღია, ეს იმ შემთხვევაში და მთლიანად არაფერი არ ჩავწეროთ, თუ თქვენ მაგალითად გაკვეთილის გეგმა Word-ის ფაილში გაქვთ აგრეთვე წინასწარ, ან სხვა რაიმე ელექტრონული რაღაც რესურსის სახით. თქვენ საშუალება გაქვთ, რომ შემდეგ რესურსების ველში პირდაპირ მიაბათ, ასე ვთქვათ, ის Word-ის ფაილები და შესაბამისი აქ დეტალური ჩატვრის განაწერის, ასე ვთქვათ, თანდართვა აღარ იქნება აუცილებელი. ახლა ნიმუშის ჩატვრის მე დავაკოპირებ გაკვეთილის მსვლელობას. ჩაკოპირდება, ნახავ შეთხოვნებს, რამე ტექნიკური ხარვეზი არ იყოს. ხო, კი ბატონო, ამ თემატური კითხვებია და მაშინ მოგვიანებით რომ დავასრულებ ახსნას მე ვაპასუხებ. კი ბატონო, ანუ ჯერ ტექნიკურად გავიაროთ სიგეს გეგმის ატვირთვა და შემდეგ უკვე დეტალურად ვისაუბროთ ამაზე. ანუ ჩავაკოპირე აღწერილობა, როგორც არ არის სავალდებულო ველი და თქვენ შესაბამისად შეგიძლიათ გამოტოვოთ. შემდეგი ველი, ეს არის ენა და ანუ რესურსის ენა და ქვეყანა, საიდან რომელსაც ჩვენ წარმოადგენთ, ჩვენი სამუშაო ენა იქნება ქართული. ამ რესურსზე ქვეყანასაც შესაბამისად ჩამოშლით, ჩამონათვალს და შევთვლით, გეორგიათი ჩავანაცვლებთ. ბატონო. პირველი ველი შესება დასრულებულია. შემდეგი ველი, ეს არის რესურსების დამატების ველი. ანუ იასამნისფერ ზოლზე დაწყაბების შემდეგ ჩამოშლება ეს ველი. თქვენ საშუალება გაქვთ, რომ რესურსების ჩანართსაც
დავუხტოთ კომენტარები ან აღწერილობა თქვენი სურვილით. უშუალოდ დოკუმენტების სატვირთვას რაც შეეხება, როგორც ხედავთ, ორი სვეტისგან შედგება. პირველ სვეტში ან მარცხენა მხარეს ჩვენ საშუალება გაქვს მოვტვირთოთ ფაილები და აქ ამ ნიმუშის სახით წერია ყველა ეს ტიპის ფორმატი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავტვირთოთ, რესურსი არის zip ფაილები, ანუ Excel-ის ფაილები, Word-ის ფაილები, დოკუმენტების JPEG სურათი, პრეზენტაციები დავისწავლოთ. მეორე მარჯვენა სვეტში თქვენ შეგიძლიათ გადმოაკოპიროთ რაიმე ვებ რესურსის მისამართი, ბლოგის მისამართი ან რაიმე ელექტრონული, თქვათ, წყაროს მული, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ ამ გაკვეთილის დატარების დროს. ავტვირთოთ ჯერ თქვათ, რაიმე სტანდარტული ფაილი, რისთვისაც დავაწყაბებ upload file relax. და შემდეგ კომპიუტერიდან ვაჩვენებ ჩვენს პრეზენტაციას. კი ბატონო, პრეზენტაცია ატვირთულია. შემდეგ იმისათვის რომ ავტვირთოთ შემდეგი ფაილი, დავაწყაბოთ add resource relax, რომ თქვათ ავტვირთოთ შემდეგი ფაილი. თავისთავად შეგვიძლია მე კიდევ რამდენიმე ელექტრონული ფაილი მივაბა ჩემ რესურსს, თუმცა ტექნიკურად ერთის ინსტრუქციის მაგვარი იქნება ეს ყველა დანარჩენი სტანდარტული ფაილი. ამიტომ მეორე ეტაპზე მე განვახორციელებ web რესურსის ატვირთვას. ანუ web relax-ზე დაწყაბების შემდეგ გადაირთო შესაბამისად web რესურსის ატვირთვის მდგომარეობაში, ჩემი რესურსების ატვირთვის ველი. აქ უნდა შევაკოპირო web იმ წინასწარ დაკოპირებული web რესურსის მისამართის მული, რომელიც მე მინდა რომ შემდეგ გამოვიყენო ამ გაკვეთილზე. მოვაკოპირებ. ეთერა მისამართს მინუსათვის. და შემდეგ თავისთავად საშუალება მაქვს რომ დავუხტო აღწერილობა ჩემს რესურსს. მოჩამ რესურსების ატვირთვა დასრულებულია და შემდეგ დავაწყაბებ კატეგორი relax. სადაც თავისთავად ჩამოშლილ ველში უნდა შევარჩიოთ მოსწავლეთა ასაკობრივი კატეგორია. ჩემს შემთხვევაში ეს იქნება 14-13 წლის ასაკის მოსწავლეები, შეგიძლიათ მონიშნოთ 2, ანუ რამდენიმე გააჩნიათ, თქვათ, კლას კომპლექტი ან შესაბამისად საგნოვებრი ჯგუფის თემატური რესურსის ატვირთვა გსურთ. შემდეგ subject ველში ავტვირთავთ იმ საგნებს, რომელთა თემატიკასაც ჩვენ ვეხებით გაკვეთილზე. შემდეგ skills development, ანუ უნარების ველი, უნდა მონიშნოთ ის უნარები, რომელსაც ჩვენ განავითარებთ ჩვენს მოსწავლეებში. როგორც თქვენ ახლა ხედავთ, თვითონ ამ საშუალება გაქვთ მაქსიმუმ 3 ველი მონიშნოთ ერთდროულად. შემდეგი ველი და შემდეგი ველი ამ შემთხვევაში ეს არის ელექტრონული რესურსების პროდუქტების მინიშნება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ გაკვეთილზე. ეს არის კომპანია Microsoft-ის პროდუქტების ჩამონათვალი და აქედან საშუალება გვაქვს რომ შევარჩიოთ ეს პროდუქტები. ანუ ეს არის Windows-ი, შემდეგი PowerPoint-ი, Office-ი, PowerPoint-ი და OneNote. ეს ამ ინსტრუმენტი იქნება მონიშნული.
შემდეგი ველი ეს არის ანუ უსაფრთხოების ველი Microsoft-ის საგანმანათლებლო საიტზე და სადაც ამ შემთხვევაში მონიშნულია პირველი ველი, რომელიც ჩვენ ანუ გვაძლევს ინფორმაციის შესახებ, რომ ჩვენი საგანმანათლებლო აქტივობა განთავსდება ამ პორტალზე და თავისთავად თვითონმა ექნებათ ყველას ამ რესურსზე. ამიტომ პირველი ველს დავტოვებთ ჩართულს. და დასასრულს უკვე დაბლად მონიშნული იქნება ანუ ორი ღილაკი, save-as draft-ი, რომელიც ამ შემთხვევაში draft-ის საშუალებას გვაძლევს შევინახოთ ჩვენი რესურსი draft-ის სახით და შემდეგში დავასრულოთ გარკვეული მასალების მიბმა, ადვირთვა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენ დაასრულებთ თქვენი რესურსს და უკვე ჩათვლით მას სრულყოფილად შევსებულს, აზგავებთ submit for views ღილაკს, რაც ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს თქვენი რესურსს გაგზავნას საიტის მოდერატორთან, ადმინისტრატორთან, რომელიც ანუ შესაბამისად რომელიც შეაფასებს თქვენ რესურსს ტექნიკური კუთხით და შემდეგ უკვე გამოაქვეყნებს ამ რესურსს ანუ education microsoft.com-ის საგანმანათლებლო სივრცეში. ანუ მას შემდეგ რაც მე მივეცი გაგზავნა რესურსს, ან დაიწერა შეწყობილება, როგორც ხედავთ, რომ დაახლოებით 72 საათის განმავლობაში მოხდება ან მოდერატორის მიერ ჩვენი გეგმის დამტკიცება და ასევე შემდეგ გვერდზე უკვე შესაბამისად ჩვენ ვიზუალ შეგვიძლია შევხედოთ ჩვენ რესურსს და ასევე გამოჩნდა ანუ გაზიარების ბმული, საჯარო ბმული, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ამოვაკოპიროთ და მას შემდეგ რაც მოდერატორი უშუალოდ დაამტკიცებს ჩვენს რესურსს, ამ ბმულით უკვე თავისთავად ჩვენ თვითონმა გვექნება ჩვენ რესურსთან. ანუ იმისათვის რომ უკვე თავისთავად დაათვალიეროთ თქვენი ატვირთული რესურსი და შეხედოთ მას, უნებურია თქვენ My content version და იქ ჩვენ პირად ბიბლიოთეკაში ნახავთ ჩვენ ყველა რესურსს. ჩაიგერთოს. როგორც ხედავთ, რესურსი უკვე დამოკლილია ბიბლიოთეკაში. ბატონო, აი ეს იყო ამ ეტაპზე, რაც შეეხებოდა სასწავლო რესურსის გამოქვეყნებას education microsoft.com-ის ხდის გაფორმებაც სასწავლებარე. როგორ? ხდის გაფორმებაც სასწავლი, ანუ გარეგნულად როგორ დაინახავს ხა? ხო, ვიზუალიზაცია. აი, მაშინ რა კი ჩავკეს წამით კითხვები გავიაროთ და ბარემ დავბრუნდები მერე. ანუ ერთი კითხვა რომელიც მახსოვს, ეს არის ქართულად ავწერთო, რუს ალბათ ეს ერთობლივი კითხვა არის. რუსა? ხო, ანუ მე დაუწერე რომ სასურველია ინგლისურად. რადგან ყველამ შეძლოს აი ამ თქვენი გამოცდილების ნახვა, წაკითხვა, გაზიარება. საერთოდ ეს არის საერთაშორისო პორტალი საგანმანათლებლო, სადაც სამუშაო ენა არის ინგლისური. წესი და კანონით ყველაფერი უნდა იტვირთებოდეს ინგლისურად, მაგრამ ამ ეტაპზე გამონაკლისის სახით შეგიძლიათ ჩავერევი. დიახ. ანუ პორტალზე გამოქვეყნება, ანუ პრობლემა არ არის ქართულად, იმიტომ რომ იქ ენას ვიკითხებ. რავი, Microsoft-ისთვის ეს პრობლემა არ არის. არა არის პრობლემა. მე უბრალოდ იმას ვამბობ, ეს სხვამ რო ნახო, სხვა ქვეყნის რომელიმე პედაგოგმა საჭიროა დაუცლებელი ინგლისური დაწიოს. ასე მარტო ქართველები გავიზიარებთ, მაინც გამოგვიყვება პროცესი. აია. შეუძლია ორ ენაზე გააკეთოს. დიახ. არა უშავს პირველისთვის ქართული იყოს, მერე უკვე მიეჩვევია. არა, კაია, ქართველებმაც უნდა ნახონ ეს შემოშე. აი, ბოდიში ეს იყო პატარა რეპლიკა. როგორ გეკადრება ჩაგვერთეთ ხოლმე ბატონო. ხო, ანუ ირიქით, ანუ ქართულად თუ რამე გექნებათ მოკლედ ამ პროექტის გარეთაც შეგიძლიათ ყველაფერი მან დაქვეყნოთ და დაგიგროვდებათ, პროფილი გექნებათ თქვენი პორტფოლიო რესურსების. ხო, რაც უთავარი არაფერს დაგიკარგავთ, წახალისება Microsoft ძალიან მშვენივრად ეხერხება.
ყოველი თქვენი აქტივობა რაღაც ბეიჯით, რაღაც, არ ვიცი, ისეთ სერტიფიკატით ძალიან კარგად იქნება მოტივირებული. კი, ანუ იქ სერტიფიკატებს აგროვებთ გამოქვეყნების გამო, ბეჯებს, ქულებს აგროვებენ და ნელა მიდიან ინოვატორ მასწავლებლის სტატუსამდე. და კარგი. კარგი, მადლობა. ხო, აქ გისმენდით უბრალოდ. კი ბატონო, კარგით, მაშინ ესე გავაგზელო. დიმა, და ბარემ აჩვენე კიდევ როგორ შეუძლიათ სხვა მასწავლებლების რესურსის მოძებნა, რომ ნახონ გაკვეთილები. ანუ ის რესურსები გაქვს, კი ბატონო. კარგით, ჩემს ეკრანს ისე ჩაიტვირთოს ისევ ჩემი ეკრანი. ჩემი დესკტოპი. კი ბატონო, ჩაიტვირთა. ესე იგი, იმისათვის რომ სასწავლო რესურსს, ანუ ის ვთქვათ, შევცვალოთ ის სურათი, ანუ დავადოთ, ანუ შევარჩიოთ სასწავლო რესურსის სურათი. ჩემს სამუშაო ბიბლიოთეკაში შევალ, ესე იგი, ჩემს პროფილის გამოსახულებაზე ვაცკაპებ და my content-ში შევდივარ ჩემს ბიბლიოთეკაში, სადაც ვნახულობთ ბუნებრივია იმ რესურსს, რომელიც ჩვენ ავტვირთეთ. შემდეგ ვაცკაპებ იმ რესურსზე, რომლისთვისაც მინდა რომ შევარჩიო სამუშაო და გამოდი შეტყობინება რომ მოლოდინით რეჟიმშია ჩემი რესურსი და არ არის გამოქვეყნებული. ჩამოვიწყარ, ანუ აქ შეება ვიზუალურად შეგვიძლია ინფორმაციაც როგორ გამოიყურება ჩემი სახე. შემდეგ შევდივარ content tiles ველში. საშუალება მაქვს რომ ჩემი სასწავლო რესურსი შევარჩიო სხვადასხვა ტიპის ვიზუალური და ამ შემთხვევაში ის გამოისახება როგორც ხედავთ ანუ სხვადასხვა ზომის მართკუთხედებით, რომელთა ანუ ზომები პიქსელებში წერია. ნახავთ ხა მოგვიანებით Microsoft-ის ბიბლიოთეკაში თქვა სხვის რესურსებს, ასევე თქვენ შეგიძლიათ თქვა ამ რაღაცა ვიზუალური გამოსახულება დადებული, ან კიდევ უფრო პატარა ზომის ვიზუალური გამოსახულება. ვიზუალური გამოსახულება 760-ზე გაფართოების მქონე, ანუ ყდა. მარჯვენა მხარეს მდებარე ფანქარზე. აი კამ და შემდეგ უკვე უშუალოდ ისევ ამ ფუსლების გამოსახულება რომ არის ზედვაც კაპებ და გამოვიდეს ანუ პანჯარა, დიალოგური პანჯარა, რომელიც რაიმე სულ ისახი დავადებ ჩემს გამოსახულებას. შემდეგ ანუ ავტომატურად change content-ზე დავაცკაპებ. კედროკი. კი ბატონო. ამ შემთხვევაში რესურსის ატვირთვას თავისი მობით. კარგი. მეკითხები ხომ არ არის ამ ეტაპზე მაშინ რომ გადავიდე მაშინ უშუალოდ სხვის რესურსების სანახავად. ორ ენაზე როგორ გამოვაქვეყნოთ? ანუ ჯერ ქართულად და მერე ორჯერ უნდა გამოვაქვეყნოთ. ხო, ორჯერ ქართულად მერე. ხო, ანუ ორ გეგმას ატვირთავთ, ანუ ორ რესურსს შემთხვევაში.
ბატონო, დაბრუნდი education.microsoft.com საიტზე, სადაც მე მინდა რომ გაგიზიაროთ ახლა თუ როგორ არის შესაძლებელი რესურსების ნახვა. ამისათვის ჩვენ შევდივართ ანუ კურსებზე და აი ფით აი და შემდეგ ანუ ერთი წუთი ძალიან თქოს გათიშეთ მიკროფონები ხან ინდაურის მაისმის ხან წლის ჭრიალი ხან ძაღლის ყეფა არ გისვლით ნერვებს რუსა შენ შეგიძლია გათიშო ხოლმე როგორც პრეზენტატორმა სხვების მიკროფონები მადლობა ოკეი გავაგზავნე შეგი ანუ ესე იგი ამ შემთხვევაში მარცხენა მხარეზე მას შემდეგ რაც FinCrit and Share lessons ველი შევარჩიემე ქვედა მარცხენა ანუ იქვე დაბლა ჩამოიშალა შემდეგ ასარჩები ველები ანუ ეს არის ამ შემთხვევაში lesson plans ანუ გაკვეთილის გეგმები შემდეგ ვიდეო ტუტორიალები და ანუ გაზიარებისა და შექმნისა და გაზიარების ველი ამ შემთხვევაში ჩვენ გაინტერესებს ანუ lesson plan სამუშაო გეგმები და როგორც ხედავთ ამ შემთხვევაში პირდაპირ ველი გვთავაზობს უკვე სხვადასხვა პედაგოგის მიერ შექმნილ რესურსებს ანუ აქ არის როგორც ანუ ახალი შექმნილი რესურსების ველი რომელშიც გამოყრილია ბოლოატვირთული რესურსები ასევე პოპულარული რესურსების ველები სადაც თქვენ საშუალება გაქვთ რომ თქვათ ანუ მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო საკითხზე ნებისმიერი ინფორმაცია all ამ შემთხვევაში all-საც გაკეთებით, უფრო სლაიდ შეგვიძლია ვნახოთ, მაგალითად ახალი ატვირთული გეგმები და გავიზიაროთ შემდეგ რომელიმე აქედან აი საინტერესო თემატიკაზე რესურსი. ბატონო ჩაიტვირთა და ნახე თუ ესე ალბათ ყურადღება მიაქციეთ რომ როდესაც უკვე ჩაიტვირთა ეს რესურსები დათვალების რეჟიმში ანუ ზოგიერთი რესურსის ანუ თავფუნქციალი ხდა არის ცოტა მოზრდილი ზომისა ზოგიერთი პატარა ზომისა ანუ ზოგ საერთოდ ხდის შემთხვევაში არაფერი თემატური სურათი არ აქვს შერჩეული ზოგიერთ რესურსს ეს არის ამ შემთხვევაში ზუსტად ის როდესაც მე თქვენ გაჩვენეთ რესურსების ატვირთვის დროს თქვენ საშუალება გქონდათ შეგერჩიათ ანუ დისთვის ნებისმიერი ეს ვთქვათ ფორმატის ანუ ვიზუალური გამოსახულებიანი ხდა და შემდეგ აი ზუსტად აი აქ რესურსების დებნის დროს ანუ ისეთი ანუ აი ასეთი ანუ ვიზუალური ეს ვთქვათ ჩვენება ექნება უკვე ამ რესურსებს როდესაც თქვენ ნახავთ და თქვენი რესურსი ზუსტად იმ ადგილს და სივრცეს დაიკავებს ამ ჩამონათვალში როგორც თქვენ გექნება შერჩეული თავიდან რესურსის ატვირთვის დროს უკეთ ახლა იმისათვის აი ეს რესურსი გავხსნათ ან თავისთავად შეგვიძლია უკვე დეტალურად ჩავიაროთ ერთმანეთ რომ შეერთვირთულა. ხო, კი ბატონო, აი სასწავლო მიზნებია თავმოყრილი. ანუ რაღაც მეგონი ხალე გოგონებთან კავშირშია ეს თემატიკა. ну თავისთავად ესე შეგვიძლია ანუ ჩავიაროთ ეს რესურსი და შემდეგ ვნახოთ თავისი კომენტარები თუ რა არის აქ დამატებული. დაბრუნდით უკან. შეგვიძლია რამე სხვა ნახოთ. აი მაგათად Microsoft MindMap's რაღაცა ვიდეო გაიგისავით არის დადებული. თავისი მიზნები, როგორც ხედავთ, ატვირთული საპრეზენტაციო
ფაილით, რომელიც ანუ სხვაში რესურსის სახით არის მიმაგრებული და თქვენ საშუალება გაქვთ რომ ჩამოტვირთოთ ის. ხოლო ქვედა ნაწილში შემდეგ მოდის უკვე მსგავსი თემატიკის მქონე გაკვეთილების ველი, რომელიც ასევე შეგიძლიათ გახსნათ და მოიძიოთ იქ არსებული მასალა. ბატონო. აი სულ ეს იყო ამ შემთხვევაში რაც წარმოდგენილია Microsoft-ის პორტალზე, უბრალოდ რესურსების აქ ძალიან დიდი არჩევანია, რომ თქვენ აი ასეთი ტექნიკურად შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ პორტალზე, ნახოთ სხვისი გეგმები, გაიზიაროთ ისინი და ძალიან კარგი საინტერესო ახალი იდეა შეგიძლიათ მოიძიოთ აქ. და თავისთავად თქვენი შექმნილი რესურსების გაუზიაროთ მსოფლიოს ყველა პედაგოგს, რომელიც იყენებს education.microsoft.com პორტალს. კარგით, მადლობა. კითხვები თუ არის რა კითხვები თუ გვაქვს? დაგვიანებულები არიან. კაი, ანუ კითხვები არ არის როგორც ჩანს. რუსა იმდენად ამომწურავად გააცანე ყველაფერი, რომ აქ წერდნენ, რომ ყველა კითხვაზე მივიღეთ პასუხი. აჰა, ძალიან კარგი. რაც უჩნდებოდათ გზადაგზა პასუხო. ხო, ისე მე გირჩევთ, რომ აქტიური მომხმარებლები გახდეთ აი ამ Microsoft საგანმანათლებლო პორტალის, რადგან მართლა ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება აქედან, სხვისი გამოცდილების გაზიარებაც, თქვენი თვით განვითარებაც, სხვადასხვა კურსების საშუალებით, იქ არის კურსების ცალკე განყოფილება, უამრავი კურსი არის და ლამის კვირაში ერთი ახალი კურსიც ემატება ხოლმე, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რაღაცნაირი ჩაყოლაც იცის, ჩათრევაც იცის და ისეთი რაც უფრო მეტ სწავლობთ, მეტი გინდებათ. ჩემი თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც ვიცი, თუ კი რამე ვიცი, ალბათ 70% აი ამ პორტალის დამსახურება, რისთვისაც არც როდის არ მომწყენდება მე აი Microsoft-ს მადლობის თქმა და გადახდა. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ იგივე კურსები გაიაროთ და ჩემზე მეტიც ისწავლოთ და ჩემზე მეტადაც დახელოვნდეთ აი ამ ტექნოლოგიებში. თუ გაქვთ რაიმე კითხვა, შემიძლია გიპასუხოთ. და ჩანაწერი რამდენ ხანში დაიდებაო, დიმა? ანუ მალევე დავდებ როგორც კი ტექნიკურად ანუ ის დაკონვერტდება და ვიდეო ფაილის სახით შეინახება, ესევე დავდებთ ჩანაწერს. შეხვედრის და რა კარგი რამე თქვა შოთა, მალე 4 მოკლე კურსი დაიდება ქართულ ენაზე. რამხელა სამუშაო გაუწევია Microsoft-ს. ქართულება მთელი აი ამ კურსის ეს არის წარმოუდგენელი სამუშაო. რა თემაზე იქნება შოთა? თუ ჯერ საიდუმლოა. ერთი იქნება Office-ის გამოყენება სასწავლო პროცესში, ერთი Windows 10, ერთი ზოგადად Microsoft-ის ტექნოლოგიები კლასში და ერთი იქნება ინკლუზიურ განათლებაზე. ინკლუზიური განათლებისთვის ტექნოლოგიების გამოყენება. მეოთხე პატარა კურსები იქნება, თუმცა რომ გაივლით რაღაც ქულებსაც დააგროვებთ და შემდეგ. საინტერესო. ძალიან მაგარია. მასწავლებლებს თუ ჰქონდათ ხოლმე ისეთი პროტესტის გრძნობა, არ ვიცით ინგლისური და რატომ მარტო ვინც ინგლისური იცის, თუმცა შეიძლება თარგმნა გვერდის და ნუ რუსული ჩემი და ჩემზე უფრო იქით თაობის ადამიანი მოუკეთეს იციან და შეუძლიათ რომ რუსულად გაიარონ კურსები. ქართულად ხო საერთოდ მაგარია. კითხვა ვერ გავიგე, რას როგორ ნახავთ მერე? თუ კურსებს გულისხმობთ, დაიდება აი ამ პორტალზე, რომელიც ეხლა დიმამ გაგაცნო. ალბათ ამას შეეხება კითხვა, როდის ნახავთ? დაიდება კურსებში ალბათ, ხო შოთა? კი, კურსებში დაიდება და
პირდაპირ ბმულებსაც გამოგიგზავნი და მე შეგიძლია რომ დააგზავნო ყველასთან. ძალიან დიდი მადლობა. ხვალვე არ იქნება, მაგრამ მალე რა, იმედია იანვარში იქნება. ახალ სასწრაფოდ დადო. აი ეს ბავშვი ვისია? ბოდიში უკაცრავად ჩემია. ვინე, მოგვიკითხე. ნუ მამასავით აქტიურია. ხო. ნუ როგორც ჩანს კითხვები არ არის, თუ ასია დავიმშვიდობოთ ერთმანეთს. მადლობა რომ დღეს იყავით ჩვენთან. სამწუხაროდ ახლა გვიერთდებიან უკვე აქტიურად მასწავლებლები, მაგრამ ჩვენ დავასრულეთ ჩვენი ჩართვა და როგორც დიმა დაამთავრებს ატვირთვას, ლინკსაც დავდებთ. დიდი მადლობა ყველას, ბატონიშვილთა, დიდი მადლობა დიმა, დიდი მადლობა. მადლობა ყველას. მოკლედ რუსა მოგიკითხა ყველას ძალიან დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი იდეისთვის და წამოწყებისთვის. მოკლედ ძალიან ბევრი რამეს ვსწავლობთ თქვენგან. მადლობა რომ არსებობთ ნამდვილად. მე იმას დავარქვი ვარსკვლავთ ბიჭუნა და მართლაც ასეა. დიმა წარმატებები სულ. გაიყარე ლავრა. ბატონო შოთა, მადლობა რუსა, გაკოცებებრი. კარგად, წარმატებები და შოთა ახალი წელი. მადლობა ყველას, ნახვამდის. ნამდვილად დიდი მადლობა. ახლა Skype-ზე დამდეგიშობა. Skype-ზე კითხვა, როდისთვის იგეგმება სწავლება? ანუ ეს რა იგულისხმება? ანუ Skype-ს ამგვარ სწავლებასო Skype-ით თუ გვასწავლით, მაგრამ ამგვარ სწავლებას არ ვიგულისხმე, უბრალოდ შემდეგ ჩართვაზე ექნება დავალება, რომ კლასები Skype-ით დაუკავშირდნენ და მე ვიგულისხმე Skype გაკვეთილი. და თუ ესენი ამგვარ ლინკს თუ აი ამ ლინკს გულისხმობენ, რითაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ეს არ ვიცი. მაგრამ შემდეგ კი რა? აი ამ პროგრამას. ამ პროგრამას გულისხმობთ, რითაც ახლა ჩვენ ჩართვა გვაქვს? ხო. ხო, არა, ახლა ამ პროგრამის სწავლა მე არ ვიცი. ამ პროგრამის ვიდეო ინსტრუქცია თუ არ ვწდები, ბატონ შოთას უდევს, ბატონ შოთას არა, Phil Network-ის YouTube-ის არხზე დევს თუ არ ვწდები. მაგრამ ის შემოსვლა დევს, როგორ უნდა შემოხვიდეთ? მაგაზია. აქ ვარ, ბოდიში რა აკითხვა იყო? აი ამ პროგრამის სწავლები დაინტერესდნენ და მე მგონი ეს Phil Network-ზე დევს ლინკი, ხო? ანუ ტუტორია. Skype for Business-ის აკაუნტზეა პროგრამაზე. ზია, როგორ გამოიყენო? კი. ხო. ანუ იცი რა არის, ანუ ძველი ვერსიებისთვის ქონდა გაკეთებული,ახლისთვის უბრალოდ შემოსვლის ინსტრუქცია, მაგრამ ანუ YouTube-ზე არის ძალიან ბევრი, აი 5 წუთში ისწავლით ისეთი მარტივი, ანუ უბრალოდ პრაქტიკა უნდა, ანუ რომ ნახავთ ფუნქციონალი ბევრი არა აქვს, ანუ მარტივია, მაგრამ ანუ თავარი არის უშუალოდ მართვა შემდეგ შეხვედრის, იმიტომ რომ აი მაგას უკვე გამოცდილება სჭირდება რაღაც პერიოდულობით. დიმა ძალიან რომ შეგეხვეწოთ, მომავალი ჩართვისთვის გაგვიკეთებ. ბატონ შოთას თმის არ იყოს, მაშინ შემდეგ ბევრი უნდა ვივარჯიშოთ, რომ ვისწავლოთ. ხო, მე ძალიან კარგი საშუალება ეს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან დასაკავშირებლად და ივარჯიშეთ და თან ერთმანეთს მართლა ძალიან კარგი საშუალება ეს ზუსტად იმ კოლაბორაციისთვის, თანამშრომლობისთვის, დისტანციური სწავლებისთვის და ივარჯიშეთ და ის უსწავლელად და უვარჯიშოთ არაფერი არ მოდის. ხო, აი ვარჯიში უნდა. კარგით მაშინ, კარგად ძალიან. მანამდე გამოიყენეთ ჩვეულებრივი Skype-ი. ხო. ის ჩვეულებრივი Skype-იც გავადესარეთ. საინტერესო შეხვედრა იყო, გისურვებთ ბედნიერ, მრავალ და ჯამრთელ წელიწადს. გაიხარეთ ქალბატონო ნინო, თქვენც ასევე. ნახვამდის ყველას. ნახვამდის. ნახვამდის კიდევ ერთხელ.